გილოცავთ თავისთავად უცნაურია ის ფაქტი რომ ახალ წელს საპროტესტო აქციაზე ვხვდებით მაგრამ ჩვენ ქვეყანას ჩვენს ეროვნულ საგანძურს დასაკარგი დრო არ აქვს ამიტომ გთხოვეთ გამაფრთხილებელ აქციაზე შეკრება სწორედ დღეს 14 იანვარს იმიტომ რომ არც ერთი წუთი არ აქვს ჩვენს უნიკალურ ნივთებს ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას იმისათვის რომ ჩვენ დავკარგოთ და არ ვიმოქმედოთ არ ვიფიქროთ და არ ვიზრუნოთ ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის გადასარჩენად და როცა მე ამაზე ვსაუბრობ რა თქმა უნდა საზოგადოების ნაწილში ჩნდება სკეპტიკური შეკითხვები კი მაგრამ რა ხდება მართლა იძარცვება ჩვენი მუზეუმები მართლა დგას საფრთხის წინაშე ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობა კულტურული მემკვიდრეობა მე როგორ ჟურნალისტმა ჩემს მეგობარ ნინო მიქიაშვილთან ერთად გავარ ახლა აქ რომელიც წლების მანძილზე გამოძიებას აწარმოებდა და აწარმოებს თუ რა ხდება საქართველოს მუზეუმებსა და საცავებში ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ გითხრათ რომ არის უმძიმესი ვითარება შექმნილი დღეს მთელ სამუზეუმო სისტემაში ეს ეხება არა მარტო ცენტრალურ მუზეუმებს რომლებიც თბილისშია განთავსებული არამედ საქართველოს სხვადასხვა მხარეთმცოდნეობის მუზეუმს რომელთა დიდი ნაწილი ჩვენი ინფორმაციით არის გაძარცვული აბსოლუტურად ცარიელი და მიტოვებული ჩვენ ამ ინფორმაციის თაობაზე რა თქმა უნდა საჯაროდ ვსაუბრობდით და ვაწვდით ამ ინფორმაციას საზოგადოებასაც სათანადო სტრუქტურებსაც დღეს შემთხვევით არ შევიკრივეთ პროკურატურის წინ სწორედ პროკურატურაში შევიტანეთ ჩვენ დაახლოებით 1 წლის წინ წელიწადზე მეტი დრო გავიდა მას შემდეგ განცხადება დაწყებული იყო გამოძიება რა ხდება სამუზეუმო სისტემაში და ჩვენ დღეს არ აგვაქვს პასუხი გაგრძელდა ეს გამოძიება დაიდო რაიმე კონკრეტული შედეგი არ დაიდო ეს შედეგი თუ რა ხდება ამიტომ დღეს ჩვენ მთავარი პროკურატურისგან მოვითხოვთ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება რა ხდება ეროვნული მუზეუმის სისტემაში საერთოდ რა ხდება საქართველოს მუზეუმებში გვაქვს ინფორმაცია რომ არაერთი ნივთი არის გამქრალი კონკრეტულ ფაქტებზე გვეკითხებიან ჩვენ ნებისმიერ თქვენგან შეუძლია ინტერნეტში ნახოს ნინო მიქიაშვილის გამოძიება სადაც სწორედ ამაზეა საუბარი რა ნივთებია გამქრალი რა ნივთები გადააქვთ ერთი მუზეუმიდან მეორეში და შემდეგ იკარგება ამ ნივთების თუ ქრება ამ ნივთების ნაწილი რატომ გადააქვთ რადგან ირღვევა ამასობაში იურიდიული პროცედურები მთელი რიგი ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა ეხლა მე ვიცი გვისმენენ პროკურატურიდან არ არსებობს არ ისმენდნენ ამას ვინმე იქნება წარმომადგენელი მინდა ხმა მივაწვდინო მათ და უთხრა ჩვენ გვესმის რომ დღეს თქვენ მუშაობთ ნიშნულოვან საქმეებზე რაც ეხება სააკაშვილის რეჟიმის დროინდელ ჩადენილ დანაშაულებებს ძალიან კი გაგიხანგრძლივდათ ისე ეს მუშაობა და ცოტა თუ ამოქმედებით და უფრო დაიქოქებით კარგი იქნება იმიტომ რომ ამასობაში მთელი ცხოვრება გავიდა და ეს ტონუსი აუცილებელია ეს დაქოქვა აუცილებელია ამ მოტორის ჩართვა არის აუცილებელი და ჩვენ დღეს ვამბობთ რომ პრიორიტეტულ საქმეებს შორის პროკურატურამ სასწრაფოდ უნდა შეიტანოს ეროვნულ მუზეუმში შექმნილი ვითარების შესწავლის საკითხი და დაიწყოს გამოძიება აი ეს არის დღეს ჩვენი მთავარი მოთხოვნა ჩვენ ამდენჯერმე მივმართეთ პროკურატურას თუ მოხერხდება შედგეს შეხვედრა ეროვნული საგანძურის დაცვის საზოგადოებრივი ჯგუფის წევრებთან და ეს წევრები აქაც არიან წარმოდგენილი და ზოგიერთი არ არის ახლა ჩვენთან ერთად მაგრამ შემოგვიერთდება ვინაიდან ჩვენ შეგვიძლია დავიკითხოთ როგორც მოწმეები და მივცეთ ჩვენ ebasagamodziebo ორგანოებს მივაწოდოთ მათ დეტალური ინფორმაცია და ამასთანავე გადავცეთ ყველა ის მასალა რომელიც ჩვენ ხელთ არის დღეს ეს არის აუდიო ფოტო ვიდეო და სხვა ტიპის მასალები ამიტომ კიდევ ერთხელ გამოძიების დაწყება არის ჩვენი დღევანდელი გამაფრთხილებელი აქციის მთავარი მოთხოვნა რომელიც თქვენთან ერთად აგერ საჯაროვდება ამ შეკრებაზე მე მინდა ვთხოვო ბატონ ვაჟა ოთარაშვილს მან გაგვიზიაროს მისი აზრი ამასობაში
მე და ქალბატონი ნინო მიქიაშვილი შევიტანთ მთავარი პროკურორის სახელზე კონკრეტულ მასალებსაც და ასევე წერილსაც. დიდი მადლობა. ჩვენ გამოგვეხმაურა საქართველოს მთავარი პროკურატურა და თვით მთავარი პროკურორი არის მზად შეხვდეს ირმაინაშვილს და ერეკლეს აყლიანს ასე გადავწყვიტეთ ჩვენ. ჩვენ შევალთ ამ შეხვედრაზე, გვინდა რომ მე თვითონ ვარ გაოცებული, იმიტომ რომ ასეთი რაღაცები არ ხდება ხოლმე. და კარგია რომ ხდება და რეაქცია არის, ეს არის ძალიან კარგი. ჩვენ ახლა შეგვაქვს ერთის მხრივ ოფიციალური განცხადება, მეორეს მხრივ მე და ბატონი ერეკლე შევალთ და პირადად შევხვდებით საქართველოს მთავარ პროკურორს. და თავისი მანქანის გარდა იქეთ უკვე ვერაფერს ვერ ხედავთ. ჩვენ ვითხოვთ ამიტომ ჩვენ გვახსოვს ეს კარგად სამართლინო სრულიად მედება ვინაიდან გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ არაერთი დაზიანებული საცავები და ექსპონატები, ეს ეხება არა მარტო თბილისის მუზეუმებს, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით ნორმალურ ქვეყანაში რასაკვირველია ის მინისტრი უკვე არ იქნებოდა მთავარ პროკურატურას სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და შეისწავლონ რა ხდება ამ სფეროში და დასაჯონ დანაშაულები, იმიტომ რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა არის ნებისმიერი მოქალაქის პირდაპირი ვალდებულება და ჩვენ ახლა ამ ვალდებულებას ვითარება მუზეუმებში